რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ნოემბრის ბოლომდე? საკუთარ რეალობაში, საკუთარ ცხოვრებაში, საკუთარ ენერგიებში. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? ვარიანტი პირველი და ვარიანტი მეორე. ვარიანტი პირველი და ვარიანტი მეორე. ჩაიფიქრეთ თქვენი სასურველი ვარიანტი, მე კი ვიწყებ მთის ბროლით. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ნოემბრის ბოლომდე? ხო, ნოემბრის ბოლომდე ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ცხოვრების იმ სფეროებს, რომლებიც ახლა თქვენთვის ყველაზე მეტად მტკინვეულად და სტრესულად თამაშდება, ხო? იმიტომ რომ შესაძლებელია იყოს ძალიან დიდი და გლობალური ცვლილებები ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის პირადი პარტნიორული ურთიერთობები, რაღაცა გარკვეული სტაბილური სცენარის ნგრევა, რომელშიც შესაძლებელია თავს კომფორტულად გრძნობდით, შესაძლებელია ნაკლებ კომფორტულად გრძნობდით, ხანდახან ისიც არის, რომ ადამიანი არის ტოქსიკურ გარემოში, ტოქსიკურ ენერგიებში და ეს არის მისი კომფორტის ზონა, მაგრამ ახლა როგორი სტრესულიც არ უნდა იყოს თქვენთვის ამ ყველაფრის ჩამოშლა და დანგრევა, იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ გამოხვიდეთ გარკვეული ილუზორული და ცრუ, ასე ვთქვათ, ურთიერთობებიდან, ენერგიებიდან, რეალობებიდან, რომელმაც საბოლოო ჯამში აქამდეც გააჩერა თქვენი განვითარება სულიერი და შემდგომაც გააჩერებდა, რომ არ მომხდარიყო ეს ყველაფერი. ამიტომ რჩევა იქნება ის, რომ თუ ახლა ამ ყველაფერს ძალიან ტრაგიკულად აღიქვამთ, იცოდეთ, რომ დღეს გტკივათ, მაგრამ ხვალდაზე გაუცილებლად ძალიან დიდ შვებას და ძალიან დიდ სიძლიერეს მოგიტანთ ეს მდგომარეობა. და მიხვდებით, რომ ყველაფერი იყო უკეთესობისთვის გაკეთებული და მომხდარი. მეორე ვარიანტი, თქვენ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? ხო, თქვენ უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენს შიშებს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი რამ არის თქვენს რეალობაში ცრუ შიშებით სავსე, რომელსაც შესაძლებელია თქვენ ახვევდეთ საკუთარ თავს, ან სხვა ადამიანები გახვევდნენ თქვენს ცნობიერს ახვევდნენ ამ შიშებს, ხო, მაგრამ რეალურად გეტყვით, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია, რომ ერთგვარ მენტალური შიშების გალიაში ჩაქსვან, ეს ხართ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ. გაფილტრეთ ინფორმაცია, ვინ რას გეუბნებათ, გაფილტრეთ საკუთარი შიშები და საკუთარი ნეგატიური ფიქრები, იმიტომ რომ უმეტესი მათგანი თქვენ არ გეკუთვნით. ეს არის გარედან შემოტანილი ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ აჩერებს თქვენს განვითარებას და შემოაქვს ნეგატიური ენერგიები თქვენს რეალობაში. აი ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ჩემო ძვირფასებო, ნოემბრის ბოლომდე.